პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანას, საკურიერო მომსახურებას და გიდობას ვეღარ შეძლებენ. მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. კერძოდ, შრომით სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, ასევე მგზავრების გადაყვანას, ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებას. წლიური კვოტა აღარ იარსებებს. როგორც გითხარით, აღნიშნული ძალაში პირველი მარტიდან შევა. ეს არის დაგვიანებული, ჩვენ არაერთხელ გვიყვანს, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, არც ბინადრობის უფლება ჰქონდათ, არც მუშაობის უფლება ჰქონდათ, ანაცვლებდნენ მათ სამსახურებში, ისედაც ტრაგიკული მდგომარეობა ჩვენთან ემიგრაციის კუთხით და ამ მოვლენამ კიდევ უფრო დააჩქარა და გააძლიერა ემიგრაცია და ჩვენ ამაზე დღეების და ფაქტობრივად ერთი წლის მანძილზე უკვე საუბრობთ, რომ საჭირო იყო შესაბამისი ზომების მიღება. დაგვიანებულის გახლავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ უკვე დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მაგრამ საბოლოო ჯამში ის რეჟიმი, რომელიც ამ უკანონო ემიგრაციას რაღაც ფინანსურად ხელს ითხოვს, იზოლებული გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. თუ გადავხედავთ ნებისმიერ ქვეყანას, ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანას, არსად ის ადამიანები, რომლებიც ლეგალურად არ იმყოფებიან ამა თუ იმ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, არსებობენ შრომითი უფლებით, ოფიციალური შრომითი უფლებით. ნებისმიერ უცხო ქვეყანაში, როდესაც შედიხარ, რაღაცა მიზნით შედიხარ. შესაბამისად, თუ არც ტურისტული მიზანი არ სწავლა და ასე შემდგომ, უნებრივია, რომ ჯერ უნდა დაარეგულირო იმ ქვეყნის კანონმდებლობით შესაბამისი ცხოვრების უფლება და ამის შემდგომ შეიძლება იყოს საუბარი შრომით ურთიერთობებზე. ეს არის ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დასაქმდნენ, იმისთვის, რომ მიიღონ შრომითი სარგებელი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკა, განვითარდა ეკონომიკა, რამაც გამოიწვია, ასე ვთქვათ, მაღალი დასაქმების შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიკეთე აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე პირველ რიგში და ჩვენ ხელმძღვანელობთ საერთაშორისო პრაქტიკით და ამ განკარგულებით დადგინდა კონკრეტული სტანდარტები იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა ამ სტანდარტების შესაბამისად შეძლონ დასაქმება. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს, მათ ინტერესებს. ჩვენ განსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც შესაძლებელია დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი და შესაბამისად დასაშვები. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენ მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. და რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერ გაუწევს ვერავინ კონკურენციას.